და ამ წუთებში ნატოს გემდივნისზე საქართველოს პრემიერის ერთობლივი პრესკონფერენცია იწყება, მათ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მივესალმები ნატოს გენერალურ მდივანს, ატომ სტოლტენბერგს საქართველოში. დღეს დაიწყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში. ეს ვიზიტი ალიანსის საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერის და პრაქტიკული თანამშრომლობის დინამიური განვითარების მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ალიანსში გაწევრიანების კურსს. მადლობა მინდა მოვახსენო ალიანსს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, რეფორმების და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის. ჰქონდა ძალზე ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრა გენერალურ მდივანთან. მოხარული ვარ, რომ ჰქონდა შესაძლებლობა გამეცნო გენერალური მდივნისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესები, დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და განგვეხილა ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. მათ შორის კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით. აღნიშნული თემების განხილვა გაგრძელდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის ხდომის ფარგლებში. კომისიის შეხვედრაც მსგავსად ჩვენი ორმხრივი შეხვედრისა ძალიან პროდუქტიული და ინფორმატიული გახდათ. ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა აღიარებული საქართველოს პროგრესი, დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების და სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების განვითარების მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში უკანასკნელი ვიზიტის შემდგომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა და ახალ დონეზე ავიდა. როგორც 2014 წლის უელსის, ასევე 2016 წლის ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. დღეს ალიანსის წევრობის კანდიდატი საქართველო ალიანსის მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი. ჩვენი ქვეყანა გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის წევრია. ამასთან აღიარებულია, რომ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია. მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომლის განხორციელებაც გეგმიურად მიმდინარეობს და რომელიც ეხმარება ჩვენს ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და ნატოსთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებაში. საქართველო მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც გვაახლოებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან. აქტიურად მიმდინარეობს თავდაცვის სფეროში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა, რაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და ბრძოლის უნარიანობის გაზრდას ემსახურება. ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მხარდამხარი ბრძვიან საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორად მათი დამსახურებაა, რომ საქართველო დღეს აღიარებულია როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედით უნარიანი პარტნიორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე და ვამაყობ, რომ ასეთი თავდადებული გმირები ჰყავს საქართველოს. ერთ თვეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. მთავრობა მოწადინებულია არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების და სტანდარტების თანახმად ჩაატაროს. მთავრობის ძალისხმევა მიმართულია მაქსიმალურად პლურალისტური, ღია და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე, სადაც მრავალ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროგრამა და გზავნილი მიაწოდონ ამ ურჩეველს. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა. ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არიშურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი რეალობად ვაქციოთ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიმდინარე ვიზიტი მნიშვნელოვანია სწორედ იმითაც, რომ საბჭოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე შეაფასონ საქართველოს პროგრესი, შეხვდნენ საქართველოს პოლიტიკური ისტაბლიშმენტის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ფართო სპექტრს
გაეცნონ რეფორმების მიმდინარეობას და შედეგებს და პასუხები მიიღონ არსებულ კითხვებზე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო კმაყოფილება, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან იქნა აღიარებული საქართველოს პროგრესი და მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ ამ პროგრესის დინამიკა აუცილებლად შენარჩუნდება და საქართველო დაუახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მიაღწევს საბოლოო მიზანს გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგები აუცილებლად პოვებს ასახვას ნატოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში და ჩვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს ამ უმნიშვნელოვანი სამიტის საქართველოს ჩატარებისთვის. დიდი მადლობა. Thank you so much, Prime Minister Kviriashvili. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერო. ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ ქვეყანაში მიიღეთ არა მხოლოდ მე, არამედ მთლიანად ჩრდილოატლანტიკური საბჭო. თბილისში და ჩვენ ველი დღევანდელ და ხვალინდელ პროგრამის რეალიზაციას ჩვენი შეხვედრის და დასრება 28 წევრ საბჭოს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მონტენეგროს ჩართვით, რომელიც ნატოსთან მიერთების პროცესში იმყოფება. აღნიშნული გახლავთ ძალიან სერიოზული გზავნილი მხარდაჭერისა და პარტნიორობის დამადასტურებელი საქართველოსა და ნატოს შორის. ჩვენ როგორც თქვენ უკვე ბრძანეთ, ჩავატარეთ ძალზე პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა ნატო საქართველოს კომისიის ჩარჩოებში და ჩვენ წარმართეთ სიღრმისეული და პროდუქტიული დისკუსია საქართველოს წოლიელზე ერთობლივ უსაფრთხოების სფეროში თქვენ ქვეყნის რეფორმების მიმართულებით და იმ პროგრესს რომელსაც და მიღწევებს რომელიც გაგაჩნია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის თემებზე ნატოს და საქართველოს გააჩნია აღსანიშნავი ორმხრივ ხარდაჭერაზე დამოკიდებული ურთიერთობები დამყარებული ჩვენი პარტნიორობა ძალზე მყარია და კიდევ უფრო ძლიერდება. ნატო მადლიერია იმ სამსახურისთვის, რომელიც საქართველოს სამხედრო სამსახურებმა გაწიეს ავღანეთში, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში და ჩვენი ძალისხმების ჩარჩოებში, რათა წინააღმდეგ ტერორიზმს. ხმელთაშუა ზღვის რეგიონში საქართველომ სერიოზული მსხვერპლი გაიღო ჩვენი ერთობლივი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიზნებისათვის და შეაქვს რა წვლილი ეროვნულ უსაფრთხოებაში საქართველო ასევე ახორციელებს საკმაოდ ამბიციურ თავდაცვის რეფორმებს ქვეყნის შეგნით. თქვენი მხარე აგრძელებს დემოკრატიული და მოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც ეხმარება საქართველოს და უახლოვდეს ნატოს თქვენ მარტო რეფორმების გზაზე ნამდვილად არ მოძრაობ. საქართველოს ხელში ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა იმოძრაოს ნატოს წევრობისაკენ. ნატო საქართველოს კომისია არსებით ნატო საქართველოს პაკეტი რომელსაც თავის შედეგები მოაქვს გახლავთ ერთ-ერთი ერთობლივი მომზადების სადაცვის ცენტრი უკვე ფუნქციონირებს. აღნიშნული მომზადების ცენტრი მიმართულია საქართველოს სამხედრო სამსახურების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის და ასევე ყველა მოკავშირე მივესალმებოდი თბილისში თავდაცვის სექტორის რეფორმების ყველა რეფორმა მნიშვნელოვანია ყველა ეს მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოსთვისა და ნატოსთვის და მივესალმები საერთო პროგრესს აქვს. ეს გახლავთ ქვაკუთხედები საქართველოსთვის როგორც ნატოს ასპირანტი, ეგრეთ წოდებული ასპირანტი ქვეყნისთვის ნატო სამიტზე ვარშავაში ივლისში ნატოს ლიდერები მიესალმნენ იმ სერიოზულ პროგრესს, რომელიც საქართველოს აჩვენა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროგრესი გაგრძელდება, რაც მოიცავს საკონსტიტუციო საარჩევნო რეფორმებს, საქართველოს ურყევი პროგრესის ჭრილში ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც დააკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტების მოთხოვნებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ჭრილში. აღნიშნული მნიშვნელოვანი გახლავთ ნატოსთვის, იმ რომ ნატო
ეს განსხვავებით ღირებულებებზე დამყარებული ერთობა, რაც მოიცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და გაზრდისუნარესობას. მაგრამ რეფორმები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მოსახლეობისათვის და თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური აყვავებისათვის. ბატონო პრემიერო, ვარშავაში ნატოს ლიდერებმა გამოხატეს თავისი ურყევი პოლიტიკური, ძალიან ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსადმი. დღეს შილატატიკური საბჭო თბილისში შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი ერთგულება და ვალდებულებები თქვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ მხარდაჭერას და თქვენი იმედი გვაქვს. დიდი მადლობა შილატატური საბჭოს მიღებისას. ბატონი პრემიერი და გემდივანი კითხვებს მიიღებენ პრესის მხრიდან. My first question goes to Secretary. My first question on the Bucharest summit. ქვეყანა, რომელიც ალიანსის მხრიდან შეფასებულია როგორც საიმედო პარტნიორი. თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ვადა, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ გონივრულად, როდის შეიძლება გახდეს საქართველოს ნატოს წევრი, ან მიიღოს მიწვევა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და კითხვა მაქვს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ბატონო პრემიერო, თქვენ არაერთხელ გითხვამთ და არაერთხელ გისაუბრიათ, რომ საქართველო ერთგულია ევროატლანტიკური კურსისა. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო დღეს ქვეყანამ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტისგან. მადლობთ. ჩვენ ვარშავაში ნატოს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი. მაგრამ მისთვის რომ საქართველოს ნატოს წევრი გახდეს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებსა და წევრობის მოთხოვნებს. აი ზუსტად ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ მუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც მიისცემს ქვეყანას საშუალებას დაუახლოვდეს ნატოს წევრობას. მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, რადგან ეს დამსახურებაზე, ეს მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ის უკვე ძალიან სერიოზული პროგრესი, რეფორმები, რაც შეეხება ინსტიტუციურ, საარჩევნო, პრესის თავისუფლების სფეროში რეფორმებს და ასევე თავდაცვისა და რა თქმა უნდა უსაფრთხოების სექტორის რეფორმებს. რაც ძალზე მნიშვნელოვანი გახლავთ იმ ძალისხმევისთვის, რაც გულისხმობს საქართველოს მოძრაობას ნატოს წევრობისაკენ და ასევე უბრალოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. თავისთავად საქართველოს უფრო უსაფრთხო, ძლიერ ქვეყანას ხდის, აღნიშნული ნაბიჯები უფრო ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანად აყალიბებს და ასევე ქმნის საუკეთესო ჩარჩოებს ეკონომიკური აყვავებისა და ზრდისთვის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეთ, რომ რეფორმები მნიშვნელოვანი გაახლავთ, იმიტომ რომ არამხოლოდ რომ ნატოსთან ახლოვებს საქართველოს, არამედ იმიტომ რომ ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მიუხედავად ნატოს წევრობისა. თქვენ რა თქმა უნდა პროგრესს აღწევთ, ჩვენ მხარს გიჭერთ, ჩვენ მივიღეთ არსებითი პაკეტი, გავაფართოვეთ იგი, ვასრულებთ მას. მის მოთხოვნებს, რჩევლები ყავს საქართველოში, გავხსენთ ახალი სკოლა, თავდაცვის შესაძლებლობის ამაღლების თვალსაზრისით, მომზადებისაცვლის ცენტრი, ასევე გამოხატეთ საქართველოს მხარდაჭერას შილატატანტიკური საბჭოს ვიზიტით საქართველოში. მე ვერ მოგცემ, ვერ დაგისახელებ ზუსტ ვადებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაღიარებ იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ მიაღწია და მაღალ შეფასებას ვაძლევ მჭიდრო ურთიერთობას ნატო-საქართველოს შორის. დიდი მადლობა ბატონო გენერალურ მდივანო, მე გავცემ შეკითხვას პასუხს. ანუ რა გარანტიები მივიღეთ, რა გზავნილები მივიღეთ. თვითონ მინდა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ ეს არის ნატოსთვის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის პირველი საერთაშორისო სამიტი და ეს პირველი საერთაშორისო სამიტი საქართველოში რომ იმართება, ამას უკვე აქვს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა საქართველოს მხარდაჭერის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ყველა წევრის მიერ ხაზგასმული იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ასევე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოს ხალხის მიერ სუვერენული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, იყოს წევრი ევროატლანტიკური ოჯახის
რაც არის შეუცევადი და ყველა ქვეყანამ გამოხატა დიდი მხარდაჭერა საქართველოს აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის კუთხით. ასევე საუბარი იყო ძირითადი პაკეტის განხორციელების სხვადასხვა ასპექტებზე და უნდა ვთქვათ, რომ თავდაცვის უნარიანობის განმტკიცება იქნება უმთავრესი პრიორიტეტი და დიდი აქცენტი იქნება გაკეთებული ამ მიმართულებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთელი წინა პერიოდის ერთობლივი წვრთნების დროს უფრო მეტი აქცენტი იყო გადატანილი საქართველოს სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის წვრთნაზე და ვინაიდან ჩვენი თავსებადობა სამხედრო თვალსაზრისით უკვე არის ძალიან კარგი ნატოს სამხედრო ძალებთან, ამიტომ აქცენტი მეტად იქნება გადატანილი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გამტკიცებაზე და ის დამატებითი კომპონენტები, რომლებიც იქნება შემოტანილი ამ ურთიერთობაში, იქნება მიმართული ამ მიმართულებით. და მინდა ასევე მივესალმო გენერალური მდივნის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი სამხედრო რეფორმა, თავდაცვის უნარიანობის განმტკიცება, ქვეყნის დემოკრატიზაცია და ეკონომიკური განვითარება და ნატოს სტანდარტებთან დაახლოება უპირველეს ყოვლისა არის საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის იმისათვის, რომ საქართველოში ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს, იყოს მეტი უსაფრთხოება და იყოს უკეთესი პირობები ქვეყნის ზოგადი განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არაერთი ქვეყანა, რომელიც ესწრება დღეს ამ სამიტს, ორმხრივ ფორმატებში უწევს სხვადასხვა ტიპის დახმარებას საქართველოს და სწორედ ამ დახმარების ორმხრივ პაკეტებზე იყო ასევე საუბარი და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში საქართველოს ჩართვა, რაც ძალიან კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს ამ ოჯახთან და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების მომტანია საქართველოში ამ თვალსაზრისით. დიდი მადლობა. Margarita Antidze, Reuters. Margarita Antidze, Reuters-ი ბატონ სტოლტენბერგს უსო კითხავს კონკრეტულად და მოკლედ თქვენი აზრით რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოს წევრობაზე პოლიტიკური გაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ როგორც ვიცით, რუსეთი უპირისპირდება ნატოს გაფართოებას და განსაკუთრებით ნატოს გაფართოებას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ხარჯზე. და მინდა ასევე ბატონო პრემიერმაც და ბატონს რამდენიმე სიტყვით რამდენად გზნობს თუ არა საქართველოს მთავრობა რუსეთის პოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობა საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით ნატოს ალიანსში. საქართველოში აღნიშნული ფუნდამენტალურ პრინციპს წარმოადგენს ყველა ქვეყანას საკუთარი არჩევანის თვალსაზრისით შეუძლია მოძრაოს მომავალ განვითარებისთვის, რომელ სამხედრო ალიანსის წევრი გახდება მისათვის ქვეყანა და ასე შემდეგ. ეს გახლავთ არა მხოლოდ ნატოს ერთადი პრინციპი, მაგრამ ასევე რუსეთი და სხვა ევროპელი დემოკრატიული ქვეყნები უსვამენ თავის მის მხარდაჭერას დაწყებული ჰელსინკის საბოლოო აქტი ანცხარ 75 წლიდან. ყველა სუვერენული ქვეყნის, ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, როგორც საქართველო, აღნიშნული წარმოადგენს ფუნდამენტალურ უფლებას გააკეთოს არჩევანი, იყოს ალიანსის წევრი ან პირიქით. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. რამდენად საქართველო გახდება ნატოს წევრი თუ არა, ეს არის ნატოს 28 მოკავშირე წევრის გადაწყვეტილება და საქართველოს არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია, არც ვეტოს, არც ამ უშო პროცესში ჩარევის უფლება. ამას რეგულარულად ესმევა ხაზი ნატოს მხრიდან. ნატოს კარიღია, მრავალჯერ მოხდა აღნიშნულის დემონსტრირება მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, რომ მას აღნიშნული პროცესი ნატოს გაფართოების არ მოსვენს, ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას 28-დან 29 წევრის მიმართულებით მოძრაობთ, იმიტომ რომ მონტენეგრო 29 წევრი უნდა გახდეს, რაც იმის დემონსტრაცია, რომ ნატოს კარიღია გაფართოების მიმართულებით, იგი კვლავ ღია და ფუნქციონირებს.
this of course also applies for Georgia. აღნიშნული ეხება საქართველოსაც და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ბუქარესტში. მე მივიღეთ მონაწილეობას ამაში სამთის მუშაობა და ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აღნიშნული გადაწყვეტილება ვარშავის სამზეულში. I think speaking მადლობთ საუბრობთ რა რუსეთის გავლენაზე საქართველოს პოტენციურ გაწევრიანებაზე ალბათ კორექტული არ იქნება. ანუ ჩვენ საკუთარი საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ, რათა დავუახლოვდეთ, რათა მოახდინოს საქართველოს სამხედრო სტანდარტების ჰარმონიზაცია ნატო სტანდარტებთან და ჩვენ მოთმინება უნდა გამოვიჩენოთ და ვიმოძრაოთ შევქცევოდათ ნატოს წევრობისაკენ, რასაც რეალურად ეხლა ვახორციელებთ სამხედრო სფეროს, დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირებას, რაც საჭიროა ნატოს წევრობისათვის. ის რომ მონტენეგრო ესწრებოდა ამ ძალზე მნიშვნელოვან ფორუმს, კიდევ ერთხელ მეტყველებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მდგრადობაზე და ეს არის სტიმული ჩვენთვის, რომ გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც თემდე ვაკეთებდით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსთვის იქნება ეგრეთ წოდებული შესაძლებლობის ფანჯარა და ჩვენ უნდა მდგრადად ვიმოძრაოთ ამ მიმართულებით. ანუკა იორდანიშვილი, მაესტრატია. ვარშავის სამიტზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ალიანსი უფრო აქტიურად ჩაერთვება შავი ზღვის სისტემის უსაფრთხოების გაძლიერებაში. რა როლი ექნება კონკრეტულად საქართველოს და ამ მიმართულებით რა ღონისძიებები არის დაგეგმილი? ეს მაინტერესებს თქვენგან და კითხვა ბატონ პრემიერ-მინისტრთან. ერთ თვეში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები და ეს არჩევნები დასავლეთის პარტნიორების მხრიდან განაცხადდა შეფასდა როგორც მორიგი დემოკრატიის ტესტი. თქვენ როგორც მართველი გუნდის ლიდერი, რა განწყობა გაქვთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით? ფიქრობთ თუ არა რომ წარმატებული შედეგი იქნება და თუ დიახ, რა გაგრძელებთ ამის შესაძლებლობას? შავი ზღვის აუზი და შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესი გახლავთ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის და ჩვენ რუსული ყოფნის ზრდა ვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულის ინტენსიური მილიტარიზაცია. ნატომ გადაწყვიტა აგვემაღლებინა ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. მანამდეც იყო ეს გაწყობილი მიღებული, მაგრამ ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ ჩვენ ყოფნას რეგიონში და შავი ზღვის აკვატორიაში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე, რათა გაგვეფართოვებინა ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში, ჩვენ მუშაობთ აქ ამ მიმართულებით სამხედრო დაგეგმარების ექსპერტებთან და ასევე რეგიონალურ ძალისხმევას უჭერთ ხარს შავი ზღვის მცირე ქვეყნების ურთიერთობით და ჩართულობით რეგიონში სტაბილური უზრუნველსაყოფად. ნატოს მოკავშირეებისთვის უმნიშვნელოვანესია გაგვაჩნდეს ძალიან მჭიდრო კონტაქტი პარტნიორ ქვეყნებთან, ისეთი როგორც გახლავთ უკრაინა და საქართველო, არა ნატოს წევრ ქვეყნებთან. მაგრამ ამ დროს ეს ორივე ქვეყანა ნატოს პარტნიორს წარმოადგენს და ის რომ მათთან ვაწარმოოთ დიალოგი იმ თემაზე, რასაც ქვია ჩვენი ყოფნის გაზდა შავი ზღვის რეგიონში. ოქტომბრის არჩევნები არის მართლაც და ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ, რომ შევინარჩუნოთ ის სტანდარტი, რომელიც იქნა ნაჩვენები საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე. თუმცა ამ არჩევნების მნიშვნელობა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გაცილებით უფრო მაღალია, შესაბამისად ფსონებიც მაღალია, მოგეხსენებათ, ამიტომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მთავრობას ამ შემთხვევაში და მმართველ პარტიას ბუნებრივია არჩევნების დემოკრატიულობაზე და გამჭვირვალობაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძალისხმევა გაწეული უკვე იმისათვის, რომ ეს არჩევნები იყოს მართლაც და ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლები, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა საერთაშორისო დამკვირვებლების, იმისათვის, რომ მთელ წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 4 თვით ადრე გამოიცა არჩევნების
განკარგულება პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო კონსულტაციების შედეგი ბუნებრივია და მთავრობის მიერ იქნა კონტრასიგნებული ეს ნიშნავს იმას რომ სტანდარტი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის ხანგრძლივობის კუთხითაც უფრო მაღალია გატარებული იქნა წინასაარჩევნო სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის რომ კიდევ უფრო გაგვემკაცრებინა სისხლის სამართლის კოდექსი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაზე და შეურაცხყოფაზე ამიტომ მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ამის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ ვართ მთავრობა რომელიც ვაცნობიერებთ რომ ჩვენი პასუხისგებლობა არის ყველაზე მაღალი ამ პროცესში და სწორედ ამაზეც მეტყველებს ის რომ საქართველოში არის უპრეცედენტოდ თავისუფალი მედია სივრცე როგორც ნამდვილად არ ყოფილა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მე აღარ ჩაუღრმავდები იმას თუ რა იყო და რა არის ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია მე ვფიქრობ რომ ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა იმისათვის რომ კონდეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები რა პროგნოზები მაქვს მე რა თქმა უნდა მე მაქვს პროგნოზები იმის რომ ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში და ამკვიდრა გაცილებით უფრო მაღალი პოლიტიკური სტანდარტი როდესაც აღარ არის მედიაზე ზეწოლა აღარ არის ბიზნესზე ზეწოლა თავისუფლების დაცვის ინდექსი არის გაცილებით უფრო მაღალი გაორმაგებული და ეს აღიარებულია ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ხალხი ამას აფასებს და ხალხი მიიღებს რა თქმა უნდა ადეკვატურ გადაწყვეტილებას ჩვენ ველოდებით ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას Ladies and gentlemen, the joint press conference by Prime Minister of Georgia Georgi Kvirikashvili and NATO Secretary General Jens Stoltenberg is now over. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გენერალ მდივან შორის იან სტოლტენბერგ შორის დასრულებულია.